მოგესალმებით ნათია შაი და დღეს მინდა განვიხილო ერთი ადამიანის კონკრეტული ბედის მატრიცა. მხოლოდ ის მინდა ვთქვა, რომ დაიბადა ეს ადამიანი 8 ოქტომბერს, წელიწადს არ დავასახელებ და მომართა ამ ადამიანმა ჩიხური სიტუაციით. ეხლა ნახოთ და განვიხილოთ, რატო რა ხდება, რა უნდა იცოდეს, რა არის ის, რა არის დაფარული მის თავს და ყველა დეტალი ამ ადამიანისთვის. დავიწყოთ იქიდან, რომ ეს ადამიანი, როგორც თქვი, დაიბადა 8 რიცხვში, აი ეს არის ენერგია რვიანის გამოსახული ხატოვნად, ასე ვთქვათ. და ეს არის 8 ენერგია ერთი სიტყვით რო ვთქვათ, ეს არის კარმა. სატურნის ენერგიას ატარებს რვიანი და იმ რიცხვში, იმ ენერგეტიკაში, როდესაც იბადება ადამიანი, ეს არის ჩვენი რესურსი, ეს არის ჩვენი სავიზიტო ბარათი, ასე ვთქვათ, ეს არის ის, როგორ აგვიქვავენ ჩვენ ადამიანები, როგორ გვხედავენ ადამიანები, ეს არის ის გარეთა სახე, ის ინფორმაცია, რომელსაც ვაძლევთ ჩვენ საშუალებას, რომ გაგვიცნონ, აგვიქვან, დავანახოთ სამყაროს ჩვენი თავი. ის ნაწილი, რომელიც, დავანახოთ, აი ესეთები ვართ, რომელსაც არ ვმალავთ, რომელიც არ გვაქვს კუნჭულში, ასე ვთქვათ, მიყუჩებული და ეს არის რვიანის ენერგია. მე მინდა ავღწერო და ცოტა არ იყოს, ცოტა ინფორმაცია და რატო ცოტა შეძლებს და გვარით ინფორმაცია მოგაწოდოთ, როგორი ენერგია არის რვიანი და როგორ ხედავენ ამ ადამიანებს გარშემო მყოფები. იქიდან გამომდინარე, რომ სატურნი მართავს ამ ენერგიას, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ არის ძალიან ძველი სული. რას გულისხმობ ძველ სულს? ძალიან ბევრჯერ არის დედამიწაზე მოსული იგი, ბევრჯერ არის რეინკარნირებული და ზუსტადაც კარმა ვთქვი, ხო, ვახსენე კარმა, რატო? იმიტომ რომ უკვე მან იცის ეს ღვთაებრივი კანონები შიგნით, ქვეცნობიერად, არაცნობიერად, მან უკვე იცის სამყაროს წესები და საბედნიეროდ თუ დადებითი დაამუშავებს ხო, ანუ კარგად წამოიღებს ამ ენერგიას, ძალიან წესიერი, პატიოსანი, უზადოდ, უკიდურესად შემიძლია ვთქვა, არიან ესეთი ადამიანები. მე ამ ადამიანს გავესაუბრე, მივიღე მისგან რაღაცა ენერგეტიკული მუხტი და ნამდვილად გრძნობ, ამიტომ განვიხილავ ისე, როგორც წამოვიდა მისგან ენერგიები, რომ ნამდვილად ამუშავებს დადებითში ეს ადამიანი მის ენერგიას. არიან ძალიან მშვიდები, ერთი შეხედვით ცოტა არ იყოს ცივები, უკარებები და ამ ადამიანებს არ აქვთ ის, ასე ვთქვათ, წყალობა, რომ ყველას უყვარდეს, ყველას უნდოდეს მასთან, პირიქით რაღაცა დისტანციას იჭერენ ამ ადამიანთან, თითქოს ეშინიათ, თითქოს უფრთხიან. იქიდან გამომდინარე, მაინც ვიტყვი, რომ იმდენად ძველი სულია, რომ ეს ადამიანები რაღაც საოცარ სიბრძნეს სიღრმეს აშინებენ და ახალ სულებს აფრთხობს ეს. ცოტა არის ეს დისტანცია, რაც მათთვის არ არის ადვილი, ნამდვილად არ არის ადვილი, როდესაც შენგან კომუნიკაციას გაურბიან ადამიანები, მაინდა-მაინც არ უყვართ ხო, რაღაცა სიახლოვე უცბად ვერ იჩენენ მეგობრებს, ახლო წრეს, ხო? სამაგიეროდ მის ახლობლებს ამ ადამიანს, როცა ანუ თქვენ ვიზეც ვსაუბრობ, გაგიცნობენ ადამიანები, პირიქით უახლოესი ადამიანი ხართ, აი ძალიან დიდი დასაყრდენი ხართ და მოდი ვიტყვი ესე რა, რომ თუ რამე გაუჭირდათ, პირველი შეიძლება თქვენ გაახსენდეთ, იმიტომ რომ თქვენ ხართ ის ადამიანი, ვიზეც იციან, რომ იქნებით სამართლიანი, იქნებით აუცილებლად მხარდაჭერი, ემპათიური და ყველაფერს გააკეთებთ
მათ დასახმარებლად. მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად ერთი შეხედვით ძალიან ცივები, მოყინული მთასავით, ხო, სალიკლდესავით მიუყარებლები ჩანან და უგრძნობები, ხო, რაღაცნაირად, იმიტომ რომ არ გამოხატავენ. ეს ადამიანები არ გამოხატავენ ძალიან უჭირთ ემოციების გამოტანა. თითქოს ეს ძალიან დიდი აკრძალული ხილი იყოს, არ გამოხატავენ თავიანთ ემოციას კატეგორიულად და რამდენადაც არ გამოხატავენ, იმდენად შიგნით არიან ძალიან გრძნობიარეები, ემპათიურები, უფრო მეცაც გეტყვით, არათუ ძალიან გრძნობიარეები და განიცდიან ყველაფერს, არამედ მათ შეუძლიათ ზღვის ტყავში შევიდნენ და ის იგრძნო ზუსტად, რასაც ის კონკრეტული ადამიანი გრძნობს და არა მარტო ადამიანი. აი, ყველა დეტალის იმადგცევა შეუძლიათ და განცდა. თუმცა გარეგნულად, როგორც ვთქვი, ამას არ გამოხატავენ, დიდი სამბით არ გამოხატავენ ამ ყველაფერს. მიკროფონის ჩართვა დამავიწყდა და იმედია ისმის, რაც აქამდე ვისაუბრე და ვაგრძელებ. არიან ძალიან დინჯები, შვიდდები, ნელამოქმედებენ და მათ ცხოვრებაშიც ძალიან გვიან შემოდის ის, რაც სხვებთან მაგალითად სწრაფად ხდება ანდროულად. მაგალითად, შეიძლება სკოლაში შევიდნენ გვიან, უნივერსიტეტში შევიდნენ გვიან, უნივერსიტეტი დაამთავრონ გვიან, ოჯახი შექმნან გვიან, მეგობრები გაიჩინონ გვიან და ასე შემდეგ ყველაფერი მიიღონ ძალიან გვიან. ეს ბედი დასდევთ. ნამდვილად, აი მე მაგალითად მაქვს სულიერი რესურსი, ჩემი ასე ვთქვათ, ღვთიური ნაპერწკალი რვიანი და ნამდვილად სკოლაში შევედი 1 წლით გვიან. ესე მოხდა და ასე შემდეგ კიდე სხვა რაღაცა მოვლენები მოხდა ჩემ ცხოვრებაში საკმაოდ გვიან. ეს აქვთ. ძალიან საინტერესოდ ვლინდება ეს რვიანის ენერგია მათ გარეგნობაზე. ბავშვობაში, ადრეულ ასაკში საკმაოდ დიდებს გვანან, იმაზე დიდებად გამოიყურებიან, ვიდრე არიან ასაკით, ხოლო როგორც კი ასაკი ემატებათ პირიქით, ძალიან ბავშვურად გამოიყურებიან და ბავშვებს გვანან ასაკში შესულები, აკლდებათ ასაკი. ეს ძალიან კარგია, მე თუ მკითხავ. ძალიან მისტიურები არიან, ესეც იქიდან მოდის, რომ თქვი, რომ არიან ძალიან ძველი სულები, აქვთ ძალიან ბევრი ინფორმაცია, ასე ვთქვათ, მათ დისკზე ვიტყვი ესე. მათ სულიერ დისკზე დაწერილი ბევრი რეინკარნაცია, ბევრი ცხოვრებები გამოვლილი, აქედან გამომდინარე ძალიან მისტიურები არიან და აქვთ ეს ინტერესი ეზოთერიკისადმი. თუ ნეგატივში არის ეს ენერგია, მაშინ შიში აქვთ ამ ყველაფრის ეზოთერიკის ძალიან დიდი შიში აქვთ ამ ადამიანებს. საინტერესოა ის, რომ ბავშვობაში ამ ადამიანს აღიქვავდნენ ეს ყველაფერი ჩანს ბედის მატრიცაში, მე არ ვსაუბრობ რაღაცა ასე ვთქვათ, სხვა ენერგიებიდან წამოსულ ინფორმაციას მხოლოდ ბედის მატრიცის ირგვლივ ტრიალებ და მას ბავშვობაშიც მისი მშობლები ნამდვილად ესე ხედავდნენ ამ თვისებებით, როგორც მე დავახასიათე. ვინ არის ეს ადამიანი შიგნით უკვე, როდესაც მას გაიცნობენ, როდესაც მას თქვენ გიცნობენ, ახლო ადამიანები, ამაზე ცოტა მოგვიანებით ვიტყვი, იმიტომ რომ მე ახლა მინდა დავუბრუნდე და განვიხილო, ვინ იყავით წინა ცხოვრებაში, უფრო სწორად რო ვთქვათ, რა იყო ის ნეგატივი, რაც ვერ გააკეთეთ თქვენ წინა რეინკარნაციაში და რა წამოიღეთ ახლა დასამუშავებლად. თუმცა, სანამ ამ ყველაფერზე გადავიდოდი, მე მინდა ვთქვა, რომ ამ ადამიანს აქვს ძალიან ღრმა დამოკიდებული ექნება აუცილებლად, ძალიან ღრმა დამოკიდებულება შვილებისადმი, მათი სულებისადმი, აი განსაკუთრებით ყურადღებას მიაქცევს თავისი შვილის სულიერ მდგომარეობას, ძალიან სამართლიანი, გაწონასწორებული და დიდი პასუხისმგებლობის
გრძნობა ექნება შულებისადმი. ეს ყველაფერი ჩანს მის ბედის მატრიცაში. და რაღაც მინდა ცოტა მოგვიანებით ვთქვა და ამიტომ ცოტა ხანს გადავდოთ ეს თემა და დაუბრუნდეთ ასე ვთქვათ მის ნეგატიურ ენერგიას, რაც წინა ცხოვრებაში ვერ შეასრულა ადამიანმა. ყოველთვის, როდესაც ამ კარმის შოლტს, რაც მე შევარქვე, ისე კლასიკურად ქვია კარმის კუდი და შოლტე, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მწარე და მტკივნეული წერტილი ადამიანის ყველაზე მძიმე ხასიათი, თვისება, ენერგეტიკა, რაც მოგდებს და ყველაზე რთულად დასამუშავებელი პროგრამა და ენერგიები. გარდა იმისა, რომ რაც ჩამოვთვალე, ეს არის კუდი, რატო ქვია. აი, წარმოიდგინეთ ცხოველს, რო კუდში მოკიდო ხელი, ხო, გაგიგია ძაღლს კუდში ხელი არ მოკიდო და გამოკაჩო რა მოვა ამ ცხოველს, ხო, წამოიღებს ყველაფერს მის შიგნეულობას და მის ყველაფერს რაც არის. ხო, ისევე არის ეს მთელს ასე ვთქვათ ბედის მატრიცაში. აქ არის სხვადასხვა ზონები, საკითხები, სხვადასხვა ენერგიები და თუ ეს და არის ეს ყოველთვის ყველა ადამიანის შემომაყურებლებო აქვს ნეგატივში და თუ ეს აღარ იქნება და ყველაფერს დაამუშავებს ადამიანი უკვე სანსარიდან გავა და აღარ დაიბადება დედამიწაზე აღარ მოვა ის რეინკარნაციულად ასე რომ ყველას გვაქვს ჩვენი ჩონჩხი კარადაში არი ფიქრობთ რომ თქვენ ხართ გამონაკლისი ვისაც აქვს რაღაცა მძიმე ენერგია არა ყველას სხვადასხვა მაგრამ ჩვენ ყველას გვდევს ჩვენი სიმძიმე და აი ეს კუდივით რასაც ვამბობდი რომ წავიდეს ნეგატივში დაანგრევს ყველა სფეროს ყველა საკითხს, ყველა ენერგეტიკას, სხადია ერთიანად, არა, მიყოლებით ნელ-ნელა, ან შეიძლება ერთიანადაც. და აქ ვხედავთ 15-25-ს, რაც საკმაოდ მე არ ვიცი, უცხო ქვეყანაში მყოფ ადამიანებს კი არ ვამბობ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ბისთვის არ გამიკეთებია ბედის მატრიცა, თანამედროვეებს გულისხმობ, ვაკეთებ მუშაობ საქართველოს მოქალაქეებისთვის, მათთვისა ვარ ხელმისაწვდომი, იმიტომ რომ ქართულენოვანია ჩემი არხი, აქედან გამომდინარე, არ ვწერ ვიდეოებს ინგლისურ ან რუსულ ან სხვა ენაზე და ჩვენ სივრცეში, ქართულ რეალობაში მინდა ვთქვა, რომ ეს კარმის შოლტი არის ძალიან ხშირი, აი ძალიან ხშირი. ვერც კი წარმოიდგენთ რამდენად ხშირია. არ მიკვირს ეს დღევანდელი საქართველოს სიტუაციიდან გამომდინარე, ქვეყნიდან გამომდინარე და რატო თქვენ გამოიტანეთ ეს შინაარსი ამ ეტაპზე მე არ შევალ ამის სიღრმეში და დავიწყოთ აღწერა, რა არის ის, რაც ამ კონკრეტულმა ადამიანმა ვერ გააკეთა წინა ცხოვრებაში, ან ცუდად გააკეთა, დაიმძიმა, ასე ვთქვათ, სული ენერგეტიკა და ეს არ არის სასჯელი. ეს არის გაკვეთილი, რომელიც წამოიღო ამ ცხოვრებაში, ამ რეინკარნაციაში დაიბადა, ამიტომ რომ ერთ-ერთი მიზეზი, ამიტომ რომ ეს დაემუშავებინა. პირველი ენერგეტიკა მიუხედავად იმისა, რომ ესე წავეკითხეთ ციფრები 15-25, ეს არის 5 ენერგია და მე ახლა მინდა გაჩვენოთ ეს ენერგია გამოსახული არკანის სახით, რომ კიდევ უფრო მეტად გაიგოთ, უფრო კარგად გაიგოთ. აი ჩემო ძვირფასებო, რა არის ეს ენერგია? ეს არის, ნახეთ, თქვენ ხედავთ, ხო, ასე ვთქვათ, ეკლესიის დიდი აი მღვდელზე დიდი ეპისკოპოსი ვთქვათ, ან შეიძლება პაპი იყოს გამოსახული, ასე ვთქვათ, დაბალი იერარქიის ადამიანების წინ. რას აჩვენებს ეს, რომ ანუ ნეგატივში უნდა წავიკითხოთ აუცილებლად კარმის კუდი თუ სხვა ენერგიები შეიძლება იყოს დადებითში, ნეგატივში, პლუსში, მინუსში, დამუშავებული, ვერ დამუშავებული, ამ შემთხვევაში ეს არის კიდევ ერთხელ ხასუსმა. ის ენერგია, რასთან ბრძოლას მთელი ცხოვრება მოგვიწევს. ეს არის რაღაცა, აი ნახე დაუშვათ გაქვს ცუდი ჩვევა, თვისება, დავამუშავე, გავიგე, გავიაზრე, მაგრამ სულ უნდა ვაკონტროლო, რომ ეს არ გავაკეთო. აი მსგავსი რაღაცა არის ეს. ეს არ არის რომ დავამუშავე და მორჩა დავივიწყე ოპლა მაქსიმალურად პლუსშია. შეიძლება იყვანოთ მაქსიმალურ პლუსში, ოღონდ ამის კონტროლი, ამის გათვალისწინება სულ უნდა გახსოვდეთ.
იმიტომ არის შოლტი, იმიტომ დავარქვი შოლტი. ძალიან მწარეა, ძალიან ყველაზე მტკივნეული წერტილი არის. და რას გვეუბნება ეს ენერგია? გვეუბნება იმას, რომ ჩვენ წინა ცხოვრებას რა ვამბობ, ბევრი ხვდება რა არის, ვინც ცოტა დაიბნა, მინდა აუხსნა, რომ რეინკარნაციებზე ვსაუბრობ, სიცოცხლეს მანამდე სანამ თქვენ დაიბადებოდით, მის წინა სიცოცხლეს. კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ შეიძლება არ იყო ასე ვთქვათ, სამყაროში დრო არ არსებობს და ესე მარტივად, აი, ჩემს დაბადებამდე წინა სიცოცხლე კი არ იყო, სხვა სიცოცხლეებიდან წამოსული ყველაზე ასე ვთქვათ, მძიმე ენერგია. ეს იყო აი ამ ენერგიის დამუშავება გაუჭერდა ადამიანს. და რა არის ეს? ეს არის რაღაცა წესი, ჩვეულება, რომელიც მოგდებს აუცილებლად ფესვებიდან. 20 ეს არის ფესვები, ეგრეგორის თემა და ეგრეგორი არის ის ენერგია, რომელიც გფარველობს, რომელსაც ეკუთვნი, აი მაგალითად მე ვეკუთვნი სიტყვაზე ჩემი გვარი, აი იმ გვარის ოჯახს და ენერგიას. მე ვეკუთვნი რელიგია მაქვს, ხო, მაგრამ ქრისტიანი ვარ და ქრისტიანულ ეგრეგორს ვეკუთვნი და რელიგიას. მაგალითად თუ ადამიანი არის სიტყვაზე მწერალი, აი მწერლების ეგრეგორი არსებობს, მის ენერგიის გიას ეკუთვნის. ანუ მის წესებს უნდა დაემორჩილოს და მისი მფარველობა აქვს. დაუშვათ არის სამხედროების ეგრეგორს ეკუთვნის. დაუშვათ ეს ადამიანი არის ასე ვთქვათ, ექიმი, სიცოცხლის და სიკვდილის ენერგიებს ეკუთვნის, ეგრეგორს ეკუთვნის, ხო? და ასე შემდეგ. აი, არის უამრავი ეგრეგორები, ნათესავების ეგრეგორი არის, ხო? გვარის არ გულისხმობ მარტო მაგალითად ვიღაცა არის ტოგონიძე და ტოგონიძეების ეგრეგორი. ტოგონიძე შეიძლება ყავდა ბებია, შეიძლება კი არა დაიყოლებოდა ბებია, ორი ბებია მინიმუმ და სხვადასხვა გვარის და ერთი ბაბუა სხვა გვარის. აი ეს ყველა ეგრეგორი არის ენერგიები. და ჩანს აი აქ ძალიან მკაფიოდ, რომ ეს ადამიანი საკმაოდ ნეგატიურად, ცუდად, მძიმედ ამუშავებდა და ვერ ეწყობოდა თავის ეგრეგორებს. რა არის ეს ეგრეგორები? რა შეიძლება იყოს? პირველ რიგში ეს არის ოჯახის თემატიკა. ოჯახი, გვარი, საგვარეულო, შეიძლება იყოს ნათესავების, ანუ უფრო ვრცლად გაშლილი, შეიძლება იყოს ნებისმიერი წესის და კანონის დარღვევა, რომელიც იმ ცხოვრებაში, იმ პერიოდში, სადაც ცხოვრობდა და იმ ქვეყანაში იყო და დაარღვია, ანუ კანონიერების ეგრეგორი დაარღვია. შეიძლება ყოფილიყო რელიგიის პირდაპირ მოცემულია, ხო? მისი რელიგიას განუდგა, ხო? რელიგიური წესჩვეულებები არ მოეწონა და უარყო ან საერთოდ შეიცვალა რელიგია. კი ბატონო, შეიძლება იყოს ეს, შეიძლება დააზიანა თავისი სახლი, საგვარეულო სახლი დააზიანა მატერიალურად, ხო? რაღაცა ისეთი გააკეთა, რომ ძალიან დიდი ტკივილი და ზიანი მოაყენა. შეიძლება იმ კუთხეს, იმ გარემოს, სადაც ცხოვრობდა და წავიდეთ, შეიძლება ეს იყო ქვეყანაზე მიტანებული ზიანი, იმიტომ რომ სამშობლოს ეგრეგორებია, ხო? და ის ასე ვთქვათ, არის პატრიოტიზმი და არის მოღალატე, ხო? ეს საწინააღმდეგო. და ვთქვათ ესე, უღალატა სამშობლოს, გაყიდა სამშობლო, ხო? ანუ სამშობლოს წინააღმდეგ. აი აქ ჩანს, შემდეგი არის 15 ენერგია, ეშმაკის ენერგია, რაც გვაჩვენებს, რომ აი ეს არა მარტო ჩაეხსნა და ჩაჭრა თავისი ეს რაღაცა ძვირფასი ეგრეგორი წამოსული, ხო, რელიგიურ სამშობლო, ოჯახი, გვარი, არამედ დააზიანა, როგორც ეშმაკი, რაღაცა ძალიან ცუდი გაუკეთა, დამაზიანებელი გააკეთა თავისი ნებისმიერი იმ რაღაცის, რაც ჩამოვთვალე. შეიძლება კიდევ ფართოდ რო შევხედოთ, ხო არის, ხო გაგვიგია ისტორიაში იყვნენ ადამიანები, რომ მარტო სამშობლო კი არ დააზიანეს, აი მაგალითად ჰიტლერი ავიღოთ, სამშობლოს გარეთაც დედამიწა სამყაროს ბევრ ქვეყნებს, ხო, მოუტანა დიდი ზიანი, დამანგრეველი ზიანი. კი ბატონო, აი ესეთი ენერგია ეს.
არის. ეხლა რა ხდება, რას მოიმოქმედებს და რას წამოიღებს ეს ენერგია ამ ცხოვრებაში. ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ აუცილებლად ოჯახში, გვარში, სანათესაოში თუ ეს ადამიანი ასე ვთქვათ, კიდე ქვეყანასთან აქვს კავშირი, ანუ ქვეყნის დამაზიანებელი იყო, აუცილებლად პოლიტიკური თემატიკა შეეხება და ქვეყანა იქნება მაშინ ესე წინ წამოწეული, იქნება რაღაცას დაუშავებს, ასე ვთქვათ. ესე აღიქვავს, რომ აი მაგალითად ცუდი მშობლები მყავდა, ან მყავს, აი ცუდი ნათესავები მყავს, ან ცუდ ქვეყანაში ვცხოვრობ და თუ კიდე ისქი წავალთ, აი ამ სამყაროში დედამიწაზე რა საშინელებაა ცხოვრება. ანუ ისეთი პრობლემები წამოვა, რომ ამ ადამიანს გაუჩნდება ესეთი აზრი. აქ რასაც ვკითხულობ, ცხადია მე ჩვენ გვაქვს ხოლმე ონლაინ ჩართვა და განხილვა მისი ყველა დეტალის აბსოლუტურად და მე აუცილებლად დავუსვამ კითხვას და უსვავ ახლა ამ კითხვას როგორი ურთიერთობა ქონდა მშობლებთან, იმიტომ რომ საკმაოდ გაურკვეველი ბუნდოვანი თემატიკა ჩანს და რასაც ვხედავ შეიძლება ყოფილიყო მამის ანუ კაცების მხრიდან საგვარეულოში მავნეჩვევა რაიმე სასმელთან, ნარკოტიკებთან, ამას გავსი რაღაცა შეიძლება ყოფილიყო და აუცილებლად ჩავეკითხები ამას, როდესაც ჩვენ ონლაინ შეხვედრა გვექნება. ხო, ეხლა როგორ უნდა დაამუშავოს და რა გააკეთოს და საერთოდ რატო სჭირდება ამ ენერგიას დამუშავება? იმიტომ რომ როგორც თქვი, აი გაიხსენეთ, როგორც თქვი, ეს არის კუდი და აი ძაღლს რო კუდი გამოკაჩონ და ყველაში თავსეულობას და ორგანოებს გამოიტანს და დააზიანებს, ხო, ხერხემლიდან დაწყებული წამოიღებს, ისია ეს თუ არ გასწორდა, ისე ვერაფერი ვერ აღდგება. ანუ ნებისმიერი ადამიანმა თავისი ცხოვრების საკითხების კარმის დამუშავება უნდა დაიწყოს აი ამ ენერგიების დამუშავებით. აუცილებლად და როგორ? ნახეთ, პირველი ენერგია, როგორც ვისაუბრე, ეს არის წესები, კანონები, გათვალისწინება, მიუხედავად თან რვიანია ეს არის რესურსი. ძალიან დაეხმარება ეს ენერგია. მას ამის გაკეთებაში რაღაცის გაკეთება, კარგის გაკეთება უცბად ოჯახისთვის, გარდაცვლილი ადამიანებისთვის, კანონმორჩილება, ყველა საბუთის წესრიგში ქონახო, თუ საქმეშია, თუ ეს ბინის საფუძვია, ნებისმიერი უნდა ქონდეს ყველაფერი წესრიგში, აი დაწყებული სახლიდან არ არის პრობლემა თუ სახლი არეული არის, შემოქმედა ადამიანებს მაგალითად ძალიან უყვართ არეულ სახლში ყოფნა, იმიტომ ქაოტურები არიან. ის შეიძლება იმ ტიპის ადამიანებისთვის საერთოდ არ იყოს პრობლემა, მაგრამ ამ ადამიანისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა ქონდეს ყველაფერი აბსოლუტურად წესრიგში. მან არ უნდა დაარღვიოს არანაირი წესი, არანაირი რიგი და განსაკუთრებით, აი უნიშნელად კი, ნებისმიერი, აი ისეთი საქმიანობებიც კი, რასაც არ სჭირდება გაფორმება და რეგისტრირება, შეპესეთ თუ ინდმეწამრეთ თუ ასე შემდეგ გაფორმება, მან ეს აუცილებლად უნდა გააკეთოს, იყოს ყველაფერი ოფიციალური, წესიერი და რაც უფრო მეტ, ასე ვთქვათ, მეტ ენერგიას ჩადებს ოჯახში, ნათესავებში, სამშობლოში, მის კუთხეში, ხო, მის მხარეში, საიდანაც არის, მით უფრო კარგად აუმუშავდება ეს ენერგია. იმიტომ რომ ეს არის ფესვებთან, კავშირი ფესვებთან, კონტაქტი და კატეგორიულად ის არ უნდა მავნეჩვევები, ვიცი რომ ეს არ ექნება გრძნობა ენერგეტიკულად და თქვი რომ გავესაუბრე ამ ადამიანს, ნებისმიერი მავნეჩვევა, ნებისმიერი კრიმინალისკენ სწრაფვა, ნებისმიერი მსგავსი შავი თემები უნდა გამოირიცხოს მისგან. ძალიან საინტერესო არის, რომ ყველა ესეთი კარმის მქონე ადამიანს აქვს ცენტრში 10-იანი, რაც მე ვთქვი, რომ ცოტა ხანს გადავდებთ, ხო? და აუცილებლად მიუბრუნდები ამას. რა არის 10-яნის ენერგია და ვინ არის ეს ადამიანი შიგნით? ეხლა კი მე მინდა ვუთხრა ამ ადამიანს, რომ გაიხსენოს, აუცილებლად ადამიანი, როდესაც იბადება, არჩევს ისეთ საგვარეულოს, ისეთ ბებიებს, ხო? ორი ბებია და ორი ბაბუა ყავს, ხო? ადამიანს, ანუ მამის მხრიდან ბებია ბაბუა, დედის მხრიდან ბებია ბაბუა. და მათი 7 თაობა.
ისეთ გვარს არჩევს, სადაც ეს პრობლემები ასე თუ ისე არის პრიორიტეტული, ძიმე, წინწამოჭრილი და ამ სულსაც აქვს მისი პირადად ეს ენერგიები დასამუშავებელი, ამიტომ არჩევს ესეთ გვარს, რომ იქ დაიბადოს და დაეხმაროს თავისი თავი და ასე ვთქვათ, თავისი ენერგიები დაამუშავოს, ასევე გვარს დაეხმაროს ამ ენერგიების დამუშავებაში. ამიტომ რომ ვიცოდეთ, სული არჩევს მშობლებს და არა მშობლების სულს. ჩვენ ვირჩევთ ჩვენ მშობლებს. და მე მინდა ამ ადამიანს უთხრა, რომ მამაკაცები გაიხსენე, განსაკუთრებით მამაკაცები გაიხსენე თქვენს გვარში, თქვენი ბაბუები, მამა და ბაბუები, როგორ ნეგატიურად ქონდათ აი ეს საკითხები, რა იყო ნეგატივი მათში, აი ამ საკითხების თან დაკავშირებული სიტუაციები. რაც ვთქვი, რომ მე მინდა კითხვა დაუსვა მამასთან დაკავშირებით, რა იყო ის სიმძიმე, რასაც გრძნობდა ბავშვობაში, ჩანს ეს შეიძლება ყოფილიყო ფიზიკური ძალადობაც მის მიმართ, ან ოჯახის წევრების მიმართაც და ის ძალიან მძიმედ ახსოვდეს ამ ადამიანს და ჩანდეს ეს და ამაზე ჩვენ პირადად შევალთ, აქ აღარ გავაგრძელებ ამაზე საუბარს. რა უნდა გააკეთოს, ასევე რომ გვარს დაეხმაროს, თავის ეს ძველი სულიდან გამომდინარე აუცილებლად დაეყრდნოს თავის შინაგან ინტუიციას, თავის შინაგან ხმას, რასაც ბევრი ეძახის მაღალი მეს და ანგელოზის ხმას, სიზმრებს, სამყაროდან მინიშნებებს, ასევე მნიშვნელოვანი ამ ადამიანისათვის. ეხლა რასაც ვამბობ, ეს ყველაფერი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინოს, გააკეთოს, რომ აწყოს თავისი ცხოვრება როგორც ფაზლი, იმიტომ რომ ყველა ადამიანი ჩამოდის დედამიწაზე აწყობილი სურათით, აწყობილი ცხოვრებით, happy end-ით, როგორც ამერიკულ კინოებში არის და უბრალოდ მე აღარ გვახსოვს, როგორ უნდა ავაწყოთ ეს ჩვენი ცხოვრება. აი ზუსტად ამაში გეხმარებით ეხლა მე და ამ ყველაფერს თუ გააკეთებთ, მიუხედავად იმისა, ეს კავშირშია პირადად თუ არ არის კავშირში იმა თუ იმ საკითხთან და პრობლემასთან, რაც გაქვთ, აგვარებს და გვარდება ეს საკითხები და ეს თემები ჩვენს ცხოვრებაში. საკუთარი თავის სიყვარული, პატივისცემა, საკუთარი რესურსების აღქმა აუცილებლად და ასევე ცოდნა, რომ შენი გვარიდან გამომდინარე, გაქვთ რაღაც ძალიან დიდი ნეჭიერება და რესურსი, ძალიან დიდი გამოკვეთილად, სხვებისგან გამოკვეთილად, რაც არ იცით აღმოაჩინეთ, გჯეროდეთ საკუთარი თავის. არასოდეს სიკეთე უნდა აკეთოთ ცხადია, მაგრამ არასოდეს თქვენი თავის დაზიანების შედეგად გაკეთებული სიკეთე არ აკეთოთ, არ დააზიანოთ თქვენი თავი. გააკეთეთ ის სიკეთე, რაც არის თქვენთვის რესურსული და არა ის, რაც ანუ თქვენ თავს უნდა გამოაცალოთ და მისცეთ სხვას. არა, რესურსული. კი ბატონო, სიყვარულის თემა, პარტნიორული თემა ძალიან მნიშვნელოვანი არის, ოჯახზე ზრუნვა ვთქვი და ცოდნა, რომ მამისაგვარეულოდან თქვენ მოგდევთ რაღაცა საოცარი ნიჭი და ეს არის ძალიან ძლიერი, ძალიან გამოკვეთილად არის ეს, იპოვეთ, გაიხსენეთ, დაიჯერეთ და იმოქმედეთ. ახლა კი, რაც ვთქვი, ვინ არის ეს პიროვნება შიგნით სულიერად, რასაც არ აჩენს ესე და არ აფრქვევს ესე ღრმად და ყველასათვის დასანახად. ეს არის 10-იანის ენერგია. 10-იანი ეს არის იღბლის ბორბალი, ბედის ბორბალი და ბორბალი, მოდი ვთქვათ. ესე, ანუ ენერგია, რომელმაც სულ უნდა იმოძრაოს. ოღონდაც ეს ენერგია შეიძლება მოძრაობდეს წაღმა, როგორც ხელებით გაჩვენეთ, ან უკუღმა. პირდაპირ ამის კატალიზატორი საით იბრუნებს, როგორც
კაპიტანი ხო გემზე საჭირო უჭირავს საით წაიყვანს მის ცხოვრებას მის გემს მის ხელში ამ ადამიანის ხელშია და ასევე მინდა ძალიან ნათლად ჩანს რომ აი თავში ზევით ცენტრშიც არის 10-იანის ენერგია ეს არის ამ ადამიანის გვირგვინის ჩაკრა და ამ ენერგიით შემოდის ამ ადამიანში ღმერთის წყალობა ანგელოსთან ურთიერთობა მაღალზეციურ ენერგეტიკებთან ურთიერთობა მათგან ხელის შეწყობა. ეხლა გავშიფროთ რა არის ეს ენერგია. ჯერ პირველ რიგში უნდა იცოდეს ამ ადამიანმა, რომ არასოდეს არ მოდუნდეს, მოეშვას, სულ უნდა იყოს მოძრაობაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს 24/7-ზე მუშაობას სულ. რა გაგებით? სულ მუშაობას გაუჩერებად. იმუშავა, გააკეთა, დაისვენა. განა მოდუნდა, განა ანუ რას უნდა ნახო, განა გააჩერა საქმე. დაისვენა და ისევ გააგრძელა. ამ ადამიანზე ან იტყვიან, რომ ძალიან ბედნიერია უკიდურესათო, ან იტყვიან, რომ ღმერთო ჩემო რა უბედური ადამიანიაო. იმიტომ რომ თუ ეს ადამიანი, აი ძალიან მნიშვნელოვანია ეს ინფორმაცია, იქნება პოზიტიური, ეჯერება რომ ყველაფერი კარგად გამოვა. დაიჯერებს თავის იღბლიანობას, ეცოდინება ძალიან მნიშვნელოვანი და მარტივი რამ, რომ ღმერთი მასია მასთან არის, მასია და მასთან არის და ყველაფერში ფარველობა აქვს მისგან და ხელშეწყობა, მაშინ ეს ადამიანი მართლაც ძალიან იღბლიანია და ყველაფერი მისთვის ძალიან კარგად. საკმარისია ეს ადამიანი ჩავარდეს ურწმუნოებაში. რატო? იმიტომ რომ ჯერ ერთი თქვი რომ ამ კარმის კულტის ადამიანებს ყოველთვის 10-იანი აქვს ცენტრში და თან 8-შია დაბადებული. ანუ ძალიან ძველი სულია და ეს ენერგია არის კარმის ენერგია, ანუ სამყაროს წესრიგის ენერგია. ანუ მან ყველაფერი ეს იცი, სამყარო როგორ მუშაობს და თუ ურწმუნოებაში ჩავარდა, არ გამომივა. არ მაქვს იმედი, შიში მომავლის, შიში, ნებისმიერი შიში მაშინ საგრძნობლად უკუღმატრიალებს და ძალიან მნიშვნელოვანია. ნახე, ყველა ადამიანი ან კარგად არის, ან ცუდად არის, უხეშად რო ვთქვა, ხო, ან წინ მიდის, ან უკან მიდის, მაგრამ 10-იანებთან ეს არის ძალიან საგრძნობლად, ან ასე ვთქვათ, უბედნიერესი ადამიანები არიან, ან ძალიან ტრაგიკული და მძიმე ცხოვრების მატარებლები. მე ისევ და ისევ მინდა ვთქვა, რომ ეს მოდის იქიდან, რომ შინაგანი პლუსში აქვს ეს ენერგია თუ მინუსში აუცილებლად. ეს არის მე ვთქვი რომ ანგელოსთან ღმერთთან ურთიერთობის ენერგია და როგორც კი ადამიანი არის აი ამ ენერგიაში სჯერას წამს სხვათა შორის რვიანი რო არის და ცივები არიან მეთქი გაღიმება უჭირთ ემოციების გამოხატვას ერთად და უნდა ეცადონ რომ გაიღიმო ძალიან ხშირად გაიღიმო მე მეცინება ამაზე იმიტომ რომ მე როგორც თქვი ცენტრში ვარ ვიანი და მართლა ძალიან სერიოზული ვარ და ძალიან მიჭირს ხოლმე ემოციების გამოთქვა და იშვიათად ვიღიმი და ამ ენერგიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ გაიღიმონ იყვნენ პოზიტიური ისევ 10-იანი ბედნიერები, ლაღები და უფრო მეტი მოვათ ამ ადამიანებს. ასევე მინდა ვთქვა, რომ ცოტა არ იყოს საქმიან სიტუაციაში, ხო, ეს ამ ადამიანს აი უცებ წამოუვა რაღაც ბარაკა, გაჩერდება ცოტაღას, მაგრამ ესეც არის სულ გამოცდა სულის. გაჩერდა არა უშავს, ხო იცი რომ აუცილებლად დიდი თანხა წამოვა, ერთიანად წამოვა, ყველაფერს აიღებ, რაც უნდა აგიღო ამ პერიოდში, ესე შეხედეთ და უფრო მეტი თანხა წამოვა კიდე ამ პაუზის შემდეგ, მაგრამ თუ გაჩერდა, თუ კი არა და აუცილებლად არის ეს ციკლურობა აქვს, გაჩერდა და ვაიმე რა მეშველება და ესე რომ გაგრძელდეს და უიმე და ამ პრობლემას როგორ ვუშველი და ესე ხო ვერავალი დამედება და მთელი ამბები, მაშინ გაჩერდება და უკან წავა მდგომარეობა. ასევე მინდა ვუთხრა ამ ადამიანს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გაითვალისწინოს, რომ აი არ ვიცი, რადიკალურად არ აიღოს ვალი და სესხი და თუ აღებული აქვს მთელი რესურსი გადაისროლოს იქ, რომ დახუროს ეს ვალები, იმიტომ რომ უბლოკავს ეს ენერგეტიკას. შემდეგი
რაც მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგი არის ამ ადამიანისთვის, იცი როგორის სამუშაო, თავისუფალი სამუშაო. შეიძლება ითქვას 24/7-ზე რომ ვახსენე, ხა სხვანაირად ვახსენე 24/7-ზე იყო სამუშაო, ანუ 24/7-ზე ნებისმიერ დროს კონდა შესასრულებელი სამუშაო, არ ვგულისხმობ დილის 6 საათიდან მეორე დილის 6 საათამდე გაუჩერებელ მუშაობას, ანუ დროის ნებისმიერ მომენტში შეეძლოს სამუშაოს გაკეთება და მერე დაისვენოს, გააკეთოს, დაისვენოს. ესე არა, აი ასე ვთქვათ, დაქირავებული სამსახურები ხო არის სიტყვაზე 10-დან 9-მდე, 6-მდე, 8-მდე, რა ვიცი, არა აქვს მნიშვნელობა. ესეთი კი არა. ანუ ნებისმიერ დროს შეეძლოს გააკეთება, გააკეთა, მორჩა, ხა დაისვენოს, მე აიღოს ახალი საქმე, ანუ ეს დრო არ იყოს ესე განკუთვნილი. არ გაღიზიანდეს ცხოვრების ციკლურობაზე, სულ ახსოვდეს, რომ მზეცრომზე არის, ამოდის და ჩადის და არ შეეშინდეს თუ რამე, ასე ვთქვათ, დაპაუზდება, იცოდეს, რომ ამ პაუზს აღმოფხვრა ხრისკერა 2 მაგად წამოვა და შეიძლება 100 მაგადაც და მეტ მაგადაც ყველაფერი ის რაც გაუჩერდა თუ იქნება რწმენაში და ეცოდინება რომ მე ხო იღბლიანი ვარ ყველაფერი გამოვა და ყველაფერი კარგად იქნება. შემდეგი ენერგია რაც მინდა ვთქვა ეს არის ის რაც მან წინა ცხოვრებაში ძალიან კარგად გააკეთა იცის ყველაფერი ასე ვთქვათ ამ ენერგიის შესახებ, მაგრამ როდესაც ჩვენ ვიბადებით, აღარ გვახსოვს ხოლმე არც ცუდი, არც კარგი და ამას უნდა გამოღვიძება. ეს არ ჩათვალოთ ისე, რომ აი რახან მაქვს ეს დადებითი და ტალანტში და ნიჩი, მორჩა ეს მაქვს და უი მქონია და დადებითი არ, ამას უნდა გახსენება და დამუშავება ცხადია. ეს ენერგია არის იმპერატრიცასი დედოფლის ენერგია. და ეს არის ნაყოფიერების ენერგია. ამ ადამიანს არ ექნებოდა დარწმუნებული ვარ ასე ვთქვათ გამრავლებასთან თუ პლუსში თუ მინუსში ექნებოდა აუცილებლად გამოკვეთილი ენერგია მადლიანი უნდა იყოს, რასაც აკეთებს ანუ ნახე ნაყოფს ისხავს მისი გაკეთებული ყველაფერი, ძალიან კარგია მისი მიწასთან მუშაობა პირდაპირი გაგებით, აუცილებელი არის და იქნება აუცილებლად სამზრუნველი ადამიანი ყველასადმი, ვისაც ახლობლად თვლის, ძალიან მოწყალე, ძალიან ემოციური, მათ კარგზე ცუდზე აინტერესებს, ზრუნავს და რაც შეუძლია აკეთებს. ძალიან კარგად რომ დამუშავდეს ეს ენერგია, მან კიდევ და კიდევ ხას გაუსვა, უნდა შეიყვაროს საკუთარი თავი, იზრუნოს საკუთარ თავზე, გაანებივროს თავისი საკუთარი თავი. აი რაღაცა თუ ძალიან მოუნდება ბლოკაპიკებიც რო კონდეს, აუცილებლად უნდა დახარჯოს საკუთარ თავზე, გაუკეთოს ეს თავის თავს და სხვებს რო უკეთებს, ამაში ორი აზრი არ არის. განსაკუთრებით მის ფესვებს და უფრო წამოვა მადლი. კიდევ ერთხელ ბოლოკაპიკი რო კონდეს დახარჯოს საკუთარ თავზე ვთქვი და ეს რაღაცა სწავლი ხდება ხოლმე ამ დროს შემოდის უცებ თანხა მაგალითად თუ ამას აკეთებს და არ არის მარტო ფულზე აქ ლაპარაკი გაიხსენოს რა უნდა რა სურს შინაგანად მას და აკეთოს ეს. მე მინდა ვთქვა რომ მას გულის ჩაკრაც ეს აქვს ძალიან კეთილი, თბილი, 3-10-იანი აქვს ბედის ბორბალი ადამიანი იქნება ეს და ძალიან მე ვფიქრობ რომ ეს ადამიანი განსაკუთრებით ეყვარება ძალიან ახლომდგარ ადამიანებს, ხო ძალიან კარგად რო იცნობენ, იმიტომ რომ ეს ადამიანი სიკეთეს უკეთებს მათ, აი ძალიან კეთილი ადამიანი იქნება და ამ სიკეთეს აქვს შედეგი. აი ხო არის რომ მაგალითად ვიღაცას ეხმარები, მაგრამ შედეგი არ აქვს, რა ვერ უშველე, ვერ გააკეთე, რაც გინდოდა ისე არ გამოვიდა. აქ არ არის ესე, არ იქნება, რასაც გააკეთებს, ძალიან მადლიანად და იღბლიანად და კეთილად გამოდის და მისი ეს დახმარება, ასე ვთქვათ, რეალურია ხოლმე ამ ადამიანის. რა არის ის, რაც მისცა მისმა გვარმა საჩუქრად? ეს არის ისევ და ისევ ეგრეგორების ენერგია რაც თქვი და ის როგორც კი დაუკავშირდება, ანუ იმ თემატიკას, რასაც გააძლიერებს, წამოვა იქ მადლი. ანუ ნახე, რელიგიურ თემაში